ადამიანები მთვარეზე ბრუნდებიან. გუშინ ღამით 1972 წლის შემდეგ პირველად ნასამ მთვარის გარშემო პილოტირებული მისია არტემის 2 გაუშვა. ორაიონის ხომალდზე ამჟამად 4 ასტრონავტი იმყოფება და ისინი ამ 10 დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს სრულ წრეს დაარტყამენ და უკანაც დაბრუნდებიან, რაც ღია კოსმოსში ადამიანის ყველაზე შორს გამგზავრების რეკორდული შედეგი იქნება. Ამ გრანდიოზული მისიის დაწყების ფონზე გადავწყვეტეთ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კოსმოსურ მისიებზე გვესაუბრა და დღეს თქვენთვის ტოპ 5-ულიც წარმოგვედგინა. ჩვენი რეიტინგი, რა თქმა უნდა დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის აპოლო 11, რომელიც ამერიკამ განახორციელა და 1969 წელს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ. ბევრი რამის თქმა ალბათ აქ საჭირო არ არის, ეს შეიძლება კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ნაბიჯად და ნახტომადაც კი ჩაითვალოს, რადგანაც აქამდე იყო ეჭვები და ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები სხვა ციურ სხეულზე ვერასოდეს ვერ ჩავიდოდნენ, მაგრამ კოსმოსური რბოლის ფარგლებში დაახლოებით 20 წლიან პერიოდში ადამიანებმა შეძლეს არა უბრალოდ პირველი რაკეტის გაშვება, არამედ თავად მთვარეზე ჩასვლაც კი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მისია განხორციელდა მთვარეზე, საკმაოდ ბევრი ადამიანიც ჩავიდა, თუმცა მასშტაბითა და მნიშვნელობით ალბათ აპოლო 11-ის მსგავსი მასშტაბის დაძლევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ადამიანები ფეხს არა მთვარეზე, არამედ მარსზე დადგამენ. ვიდრე იქნებოდა მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმა, იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ნომერ 1 გარღვევა. ამ კუთხით, კოსმოსის ათვისების კუთხით, ეს არის 1961 წელი, 12 აპრილი, რამდენიმე წელიწადში შესრულდება ფაქტობრივად ის საიუბილეო დღეში გვექნება რამდენიმე დღეში გვექნება საიუბილეო წელი. ეს არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად ადამიანი გავიდა კოსმოსში. საუბარი გვაქვს იური გაგარინზე, ადამიანზე, რომელმაც ისტორია შეცვალა და ფაქტობრივად საფუძველი დაუდო მისმა ასვლამ, მარტივად რომ ვთქვათ, საფუძველი დაუდო კოსმოსურ რბოლას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის. ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე დეტალი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ამ პერიოდში არ იცოდნენ სპეციალისტებმა, რამდენად მოახერხებდა ადამიანი უწონადობაში აი კონკრეტული რაკეტის მართვას, რომელიც ჰქონდა გაგარინს ჩაბარებული, ამიტომ სრულად უპილოტოდ იმართა, ანუ ის იყო შიგნით განთავსებული მხოლოდ იმისთვის, რომ ასულიყო და ჩამოსულიყო. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც არ უნდა გამოგვიჩნდეს, არის ის, რომ ის ისე დაეშვა დედამიწაზე, რომ ვასტოკში არ მჯდარა, იმიტომ რომ არ იყო კატაპულტირების ისეთი სისტემა, რომ ნორმალურად და უსაფრთხოდ დამჯდარიყო, ამიტომ 7 კილომეტრის სიმაღლიდან გამოსია, მარტივად რომ ვთქვათ, კატაპულტის საკუთარი სკამი და გადმოფრინდა მოკლედ ვასტოკიდან და დაეშვა ვოლგას მდინარის სიახლოვეს, სადაც აღმოაჩინეს ფერმერმა ოჯახმა და ცხადია ძალიან შეშინდნენ, მაგრამ ისტორიაში ჩაიწერა იმით, რომ ამ ადამიანმა ფაქტობრივად მოახერხა, რომ გამხდარიყო პირველი ადამიანი ფაქტობრივად კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ვოლგას მდინარე ავიდა კოსმოსში და შემდეგ ვოლგას მდინარეზე დაშვებით დაწერა ისტორია. ნამდვილად ასევე ისტორიის მწერალთა შორის არიან ვოიაჟერებიც, ძალიან საინტერესო ზონდები, რომლებიც დედამიწის გარშემო აღარ არიან უკვე ისინი გასცნენ ჩვენს ასე ვთქვათ საზღვრებს და პრინციპში ყველაზე შორს მყოფი ადამიანის მიერ დამზადებული ასე ვთქვათ თანამგზავრები და ობიექტები არიან. 2 ვოიაჟერი გაიშვა 1977 წლიდან მოყოლებული და მათი დანიშნულება არის ძალიან საინტერესო, ისინი მიდიან მაქსიმალურად შორს, დღესაც მიდიან, რა თქმა უნდა და იღებენ გზადაგზა სურათებს და აგზავიან დედამიწაზე. მათ სურათები უკვე გადაუღეს იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს მათ მიერ მოწოდებულ ფოტოებს, რა თქმა უნდა, NASA-ში შემდეგ ამუშავებენ და გვაწვდიან შემდეგ აქედან გამომდინარე საინტერესო დასკვნებსა და ინფორმაციას კოსმოსის შედარებით შორეული კიდეების შესახებ. ვოიაჟერები დღეს მყოფი ყველაზე შორს ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ადამიანის მიერ დამზადებული ხელსაწყოები არიან და ასევე საინტერესო ის არის, რომ ვოიაჟერებმა პრინციპში დაამტკიცეს ის, რომ ადამიანებს შეგვიძლია რაღაცის დამზადება და მისი იმდენად შორს გაშვება, რომ უკვე სატელიტაც და ტელესკოპითაც ვეღარ ხედავდეთ სად არიან ისინი, რადგანაც მათი დანახვა აქედან უკვე შეუძლებელია, მხოლოდ მათგან ვიღებთ სიგნალს, რომელიც რა თქმა უნდა დაგვიანებით მოდის, რადგანაც სინათლის სიჩქარესაც აქვს რა თქმა უნდა ლიმიტი და საზღვრები.
კასინი ჰეიგენსი არის შემდეგი მისია, რომელიც სრულიად დამსახურებულად მოხდა ამ სიაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ შემთხვევაში ცხადია საუბარი გვაქვს პრობზე, რომელიც და ზონზე, რომელიც გაუშვეს სატურნის მიმართულებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალი, უპირველეს ყოვლისა, რომ ეს მისია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა და მისი დანიშნულება თავიდან ბოლომდე იყო ის, რომ კარგად დაკვირვებოდნენ და გამოიკვლიათ სატურნი და ეს გამოკვლევა უშედეგოდ არ დასრულებულა. მის ერთ-ერთ მთვარეზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა რაც გაკეთდა, აღმოჩნდა მარილიანი წყლის ოკეანე და საციცოცხლო ის ნიშნები, რაც მეცნიერებს დღემდე აფიქრებინებს, რომ თუ სადმე ადამიანებმა უნდა ეძებონ დღემდე სიცოცხლე, ეს აუცილებლად იქნება სატურნის ერთ-ერთ მთვარეზე. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ სანამ ის სატურნთან მივიდოდა 7 წლის განმავლობაში დედამზის სისტემის არაერთ პლანეტას შემოუარა, რათა გრავიტაციული ტყორცნის ფუნქციით მისულიყო სატურნამდე. ჯერ ორჯერ დაარტყა წრე ვენერას, შემდეგ დედამიწას, შემდეგ იუპიტერს დაარტყა წრე და აი ამ ტყორცნის მარტივი ეფექტით, რასაც სხვათა შორის არტემისის შემთხვევაში გამოიყენებენ, რათა დედამიწაზე დაბრუნდნენ მთვარიდან, სწორედ აი ამ პრინციპით სატურნამდე მიაღწია და ალბათ ისტორიაც დაწერა, მისი ისტორია კი ოფიციალურად 2017 წელს დასრულდა. თუმცა ბოლო წამამდე ვიდრე დადნებოდა სატურნის ატმოსფეროში, იქამდე უგზავნიდა NASA-ს და მსოფლიოს ინფორმაციას. უბრალოდ თავგანწირულ თანამგზავრთან გვაქვს საქმე და ბოლოს უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და თანამგზავრზე, რომელმაც დაიწყო ყველაფერი ეს კოსმოსური რბოლის დასაწყისი სპუტნიკ 1, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაუშვა 1957 წელს. სპუტნიკ 1 ძალიან საინტერესო თანამგზავრი იყო. ის პრინციპში არაფერს არ აკეთებდა, გარდა იმისა, რომ დედამიწაზე აგზავნიდა ბიპ, აი ასეთ სიგნალს, რომელმაც დაამტკიცა, რომ კოსმოსიდან, ღია კოსმოსიდან შეიძლება გამოგზავნოს სიგნალი, მიიღო დედამიწაზე და გაშიფრო იგი. ამითი, რა თქმა უნდა, ერთ ძალიან საინტერესო ტექნოლოგიას ჩაეყარა საფუძველი და ამ ტექნოლოგიას ჰქვია ინტერნეტი. დიახ, ინტერნეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური საწყისი გახდა სწორედ ეს ინოვაცია. ასევე დღეს თუ GPS-ი გვაქვს და Maps ვიყენებთ და ყველგან შეგვიძლია მივიდეთ და არ დავიკარგოთ, ესეც სწორედ აი ამ საინტერესო სატელიტის დამსახურებაა. ცხადია, თავად საბჭოთა კავშირს და რუსეთს არ განუვითარებია არც ინტერნეტი და არც GPS-ი, მაგრამ აი ამ ცდელობით დამტკიცდა, რომ შეიძლება ასეთი ტექნოლოგია განვითარდეს და შემდეგ უკვე CERN-ისა და NASA-ს დიდი შრომისა და ჯაფის ხარჯზე ეს ტექნოლოგიაც განვითარდა. მოკლედ, კოსმოსის ათვისება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი არა უბრალოდ ეგოს დასაკმაყოფილებლად და იმის სათქმელად, რომ კოსმოსში რაღაც გაუშვი, არამედ ტექნოლოგიის გასავითარებლად, რადგანაც არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს კოსმოსში გაეშვათ მეცნიერული დანიშნულებით სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები და ამას არ მოყოლოდეს ტექნოლოგიური პროგრესი. ფაქტობრივად, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არტემისის მისიასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური შედეგი კაცობრიობაზე.